მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ მაღალჩინოსანს გამომძიებლები ბრალის ოფიციალურ დადგენილებას ამ წუთებში აცნობენ. სულ მალე გახდება ცნობილი რა მუხლით მიედავება მას სახელმწიფო ბრალდება, თუმცა გამოძიება რა მუხლით მიმდინარეობს ეს ცნობილია, უკვე გამოკითხულია დავით ტაბიძემ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე და მისი პოზიციაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცნობილია. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ აპირებს გამოძიებასთან ბოლომდე თანამშრომლობას. მისცა თუ არა ჩვენება ვინმეს წინააღმდეგ მაშინ როდესაც გამოკითხვაზე დაიბარეს და დაუსვეს თუ არა მას კითხვები ირაკლი ზარქუას სიძესთან დაკავშირებით ამისულაშვილთან, რომელიც ხელმძღვანელობდა იმ კომპანიას, რომელთანაც გაფორმდა აღნიშნული ხელშეკრულებები, საუბარია ლაგი კაპიტალზე და ამისულაშვილი აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელი იყო იმ პერიოდში, როდესაც ხელშეკრულებების სადავო ხელშეკრულებების ნაწილი გაფორმდა, სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ გამოძიებას კითხვები მასთანაც ჰქონდეს. ჩვენ ეს ყველა კითხვა დავუსვით ადვოკატს, თუმცა ის ამბობს, რომ საქმის მასალები მას არ გადასცემია, მაშინ როდესაც ის დაკავებამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტაბიძე, არ ახლდა მას უფლებადამცველი, ამიტომ დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რა კითხვები დაუსვეს მას გამოკითხვის პირველ ეტაპზე ის არ ფლობს. მაშინ როდესაც ფინანსურ პოლიციაში გაკეთდა განცხადება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ტაბიძის დაკავებაზე, მათ არ უსაუბრიათ მოტივებზე. ანუ უცნობია ბოროტად რის გამო გამოიყენა მან სამსახურებრივი მოვალეობა და კონკრეტულ კომპანიას ირაკლი ზარქუას სიძესთან დაკავშირებულს რის გამო მიანიჭა უპირატესობა. მიიღო თუ არა მან რაიმე ფულადი სარგებელი, არც ამაზე უსაუბრიათ. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ადვოკატს დავუსვით კითხვა იმასთან დაკავშირებითაც რა კავშირი არსებობს ტაბიძეს და ირაკლი ზარქუას შორის. მოვისმინოთ რა უპასუხა ადვოკატმა ჩვენს კითხვებს. ჩვენ ჯერ მტკიცებულებებზე ცდომა არ გვაქვს, როგორც უკვე იცით, ბრალის ჯერ არ არის წარდგენილი. შესაბამისად, შინაარსზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს, სანამ მტკიცებულებები არ გადმოგვეცემა. მას დანაშაული არ მიუძღვის. სამამსად ჩვენ რეალად მზად ვართ, იგი დაკითხულიც არის მოწმის სახით და თუ გამოძიებას კიდევ სურვილი ექნება, რომ ჩვენგან ჩვენება მიიღოს, რა თქმა უნდა, არის ამისთვის. რუდის კანდიდატის ქვეშ ყოფის და ირაკლი ზარქუას კავშირის შესახებ რა კავშირი აქვს ერთმანეთთან? არიან თუ არა თანაკურსელები, მეგობრები, თუ შეგიძლიათ რომ ეს არ ვიცი, მე გუშინ გავიცანი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი, შესაბამისად არ ვიცი რა ურთიერთობა აქვს ბატონ ირაკლისთან. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სხვისი სარგებლის მიღების მიზნით. ეს არის მუხლი, რითიც გამოძიება მიმდინარეობს და რის ფარგლებშიც ხელბორტყილები დავით ტაბიძეს დაადეს ის ჯარიმას ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ კი სავარაუდოდ აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე საქალაქო სასამართლო ტაბიძის შემთხვევაში ხვალ მიშელებს.